რატომ აღარ ვარ ჰანგრიმეში? აი გეკითხებით რატომ აღარ ვარ? ბიჭებმა გამაგდეს, თუ თეატრში შევარდნი შემეში. იქნებ ძმაკაცობაში ჩავიჭერე. მაინც მომცეს წილი საშაურმეში. ამ ყველა საიდუმლოს აქ ამ ვიდეოში ფარ დაეხდება. ვინც არიცით მე კაკო ვარ ყოფილი ჰანგრიმენი 2019 წელს მე გუგამ ვასამ და თორნიკემ ერთად დავიწყეთ YouTube არხის კეთება. 2 წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პოპულარული YouTube არხი საქართველოში. ამ ხნის მანძილზე მიჭამია ყველაზე მეტი ხინკალი, მithქვამს თითქმის ყველა YouTuber-ის საგრძელო. გასკოჩილს პეკინით შემომიულია და ღორის ყვერებიც კი გამიგემეონებია. ისოდეთ რომ მე ვარ ის ადამიანი რომელმაც ღორის ყვერები შეჭამა. რომელიც ხინკლის აბაზანაში ჩავიდა და ასე შემდეგ. სიტყვის უმეტეს. ყოველდღიურად ჩვენი ვიდეოები 100,000-ობით ნახევებს აგროვებდა და ამ ყველაფრის ფონზე ერთხესაც მე ჰანგრიმენიდან წამოვედი. ესე შორიდან უცხოთვალისთვის ერთი შეხედვით უცნაურია, რატო შეიძლება შემეწყვიტა იმის კეთება, რაც ერთის მხრივ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა და მეორეს მხრივ პოპულარობა და წარმატება მოჰქონდა. მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვიდეოებიდან ჩანს. აი ხო, სინამდვილეში ჰანგრიმენის კეთება ძალიან სპონტანურად დავიწყეთ. მე კიდე ბევრი განუხორციელებელი მიზანი მქონდა პარალელურად. YouTube არხს რაღაცნაირად თამაშით შევყვევით და ჩვენთვის უცხოხილი იყო იმის აღმოჩენა, რამდენად დიდი ძალა ჰქონდა YouTube-ს. ხო და რაღაც ეტაპზე იმ ხელა მასშტაბებზე გავედით, რომ მივხვდით, რომ ჩვენი რესურსი აღარ იყო საკმარისი არც თიმის ნაწილში, არც კრეატიულ ნაწილში, არც გადასაღების სივრცის ნაწილში. ხო და მივხვდით, რომ პაუზა უნდა აგვეღო. პაუზა, რომელიც მერეც გადავიდოდით ახალ ეტაპზე და YouTube-ს ჩვენი ცხოვრების მთავარ საქმიანობად ვაქცევდით, ან საერთოდ შევწყვეტით ვიდეოების გადაღებას. აი ზუსტად ეგ პაუზა გახდა ჩემთვის განაცხადი მომენტი. ერთის მხრივ ძალიან მომწონდა YouTube-ის კეთება და ის ყველაფერი, რაც ყოველდღიურ საქმიანობას მოიცავდა. მეორეს მხრივ, გვერდზე მრჩებოდა ის მიზნები და სურვილები, რომლის განხორციელებაც მინდოდა. ბავშვობიდან მოყოლებული სულ მინდოდა, რომ საზღვარგარეთ მეცხოვრა რა. სწორად გამიგე. ფილმებს უყურებდი და მინდოდა რომ აი ტიპები რო ადგებოდნენ და სხვა ქვეყანაში წავიდოდნენ. პროსტა ეგრე მინდოდა რომ მე მოგზაურა მეც რა და გამომეცადა სხვა ქვეყანაში ცხოვრება. 30 წლის ასაკში თუ არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს, აი მე როდის ხა? მე შვილიშვილები, აისა ესა. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაგ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან კრიტიკული მომენტი იყო, ან უნდა ამერჩია ჰანგრიმენი და მომდევნო 5 წლის მანძილზე უნდა ყოფილიყავი მიბული საქართველოზე და ჰანგრიმენთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობაზე და უნდა მოვწყვეტოდი ყველაფერს. ან უნდა მივწოლოდი იმ დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევანის ვარიანტს. ხო და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული და ემოციურად მძიმე გადასატანი გადაწყვეტილება, მე ერთხესაც ბიჭებს ვუთხარი, რომ ჰანგრიმენის დატოვებას ვაპირებთ. ამას მოყვა ტირილები, ქვითინები, სახლში დადგომები, გამოტირებები, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. სინამდვილეში ძალიან ცივილურად და კონსტრუქციულად დავიშალეთ და ეგრეც ხდება ხოლმე რა, არ არის აუცილებელი რომ დაშორდე ერთმანეთს რაღაც გინებებით და თავზე სკამის გადაეწევებით. რეალურად ზოგჯერ უბრალოდ ისე ხდება, რომ ადამიანების მიზნები განსხვავდება, ცხოვრების ხედვები რაღაცნაირად ერთმანეთს არ ემთხვევა და ჯობს მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, როცა საჭირო მომენტია და არ აიღო პასუხისმგებლები, რომელსაც მე მაინც ვერ შეასრულებ და დააღალატებ სხვა ადამიანებს. თავიდან ძალიან გამიჭირდა, ძალიან გამიჭირდა. თავიდან უყურებდი ბიჭების ვიდეოებს და ხდებოდი, რომ ეგ ვიდეოები ჩემი იყო, მაგრამ მე არ ვმონაწილეობდი. აი ეგეთი შეგრძნება მქონდა, აი დაახლოებით რო წარმოიდგინოთ, ყოფილი შეყვარებულის თორებს რო უყურებ და რო იცი რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ემოციურად გაწუხებს რა. მოკლედ ეს იყო მართლა ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ მიატოვო ის, რაც აქამდე გულწრფელად და ენთუზიაზმით აკეთე, ჩადე გონებრივი და ფინანსური რესურსი, ადამიანური რესურსი. ნიშნავს რაღაცნაირად ბუნებრივი ჩამოშორებას შენ უახლოეს მეგობრებთან, რადგან ყოველდღიური საქმიანობები და ინტერესები მთლად ერთმანეთთან აღარ იკვეთება. და მოკლედ ძალიან დიდი არაკომფორტული ზონაა. იმედი მინდა გაგიცნობოთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ჰანგრიმენიდან გამომაგდეს ან რამე კონფლიქტი ქონდა. უფრო მეტით ჩვენ ეხლაც გვაქვს საერთო საქმიანობები, რომელიც ჩემს უშუალო ფიზიკურ ადგილზე ყოფნას არ მოითხოვს და ერთად დისტანციურად მმართავთ. მაგრამ საშაურმის წილი რას დამამჩვენებ და მაგარი მივქარე ჩემი კაი. ასევე იმედი უნდა გაგისურვოთ მათაც, ვისაც ჩემი თეატრში შევარდნის ამბავი გონიათ ჰანგრიმენიდან წამოსვლის მიზეზი. სანამ იმ გამოწერებზე ავედით, ამასობაში კოვიდი დაიწყო, დაიკეტა ყველაფერი თეატრებიც და მე უკვე როცა განახდა, მე ჰანგრიმენში აღარ ვიყავი ჰანგრიმენში. ხო და ეხა დავბრუნდი და იზღა დამჩენია პირობა შეფასო.
ოღონდ ჯერ არ ვიცი როდის და ძალიან ვთხოვთ შემაწუხებთ კომენტარებში. ხო შევარდი ხანგრიმენის ვიდეოში, ხო ვითამაშე ცოტა როგორც ნამდვილმა მონაწილემ და მაცადე ცოტა ხანი. ეხლა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ გადაწყვეტილება მივიღე. ბედნიერი ვარ იმით, რომ ვცხოვრობ იქ, სადაც მინდა და ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ასევე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა რესურსი და საშუალება, რომ YouTube-ს დავბრუნებოდი და მეკეთებინა ჩემი საყვარელი საქმიანობა, ნახოთ რა გამომივა. და ძალიან მიხარია ისიც, რომ ჰანგრიმენმა ჩემი წამოსვლის შემდეგ არათუ მოუკლო, ვაფშე სხვა სიმაღლეებზე აიყვანა ქართული YouTube. და ჰანგრიმენს მიმართავ, თქვენს თუ გიხარიათ ჩემი დაბრუნება, ლაიქ, შეარ, კომენტ, რაღაცა გადააზიარეთ, რაღაცა დამეხმარეთ რა. მოვიხოდო თავიდან რა. ამიერიდან ამ არხზე გაგიზიარებთ ჩემი ცხოვრების გამოცდილებებს, მარცხებს, ჩელენჯებს, სტეილობებს. ვესტები გავაკეთო ისეთი რამეები, რომელსაც რომ არა დოპამინი ალბათ არასდროს არ გავაკეთებდი. მოკლედ მინდა რომ კონტენტიც გავაკეთო და თან ჩემი თავიც რაღაცნაირად გავსარდო. მართალია არ მეყოლება Google სეტინგების იდეალური ოსტატი და ვასა, რომელიც სულ გამამხიარულებს, არ მეყოლება თორნიკე, რომლის მაგივრადაც ხინკლის ავაზანაში ჩავწვევი. Gadu chadinja. Ai, გოგონა შეასრულო პირობა. არა, მართლა ძალიან დამაკლებიან ბიჭები და რა თქმა უნდა, ეგეთი ხარისხის დადება გამიჭირდება. თუმცა თავარი ისაა, რომ მე ვეცდები გავაკეთო ის, რაც ნამდვილად ჩემია. უღრმესი მადლობა, ვინც ყოველთვის ჩემ გამოჩენაზე მამხნევებდა, გულებს მიწევდა, ჩემ დაბრუნებას ითხოვდა, მათ ვისაც ქუჩაში მომიკითხავდა და იტალიაშიც კი მომიკითხეს. ჩასვი ვიდეო. Არჩი ერთი ადამიანი მოვიდა, ეხლა ცოტა ხნის წინ აი გავგიჟდი რა, გადავიდიო მართლა. აქ არ ველოდი და uno hungry meno lifto di lefto, hanno visto allora tutto hungry meno. Uno di no lefto hungry meno. Metti schön sei da piccolo section. Poi italiani ci sono, gaudici, anche casa. Non è da personale, mi sento.